საღამოშიდობისა მეგობრებო, თქვენ უყურებთ და უსმენთ გადაცემას პირდაპირ საუბარი. მე ამ გადაცემის წამყვანი ზაზა ხუციშვილი ვარ. ჩემი გადაცემის სტუმარი არის მომღერალი ზურა ხაჩიძე, რომელიც დიდუბის რაიონში იყრისკენს საღამოშიდობისა. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისათვის. ჩემი პირველი შეკითხვა ძალიან ბანალური არის, მაგრამ ეს არ არის რაღაც კურიოზი გაიხსენეთ ან მსგავსი. ალბათ გესმით რა უნდათ პოლიტიკაში სპორტსმენებს, მომღერლებს, მსახიობებს, ბევრი ამართლებს, ბევრი წინააღმდეგია. თქვენთვის რა გამოწვევა არის ეს და როგორ ხედავთ თქვენ თავს პოლიტიკაში? ზაზა მოგესალმები პირველ რიგში, მივესალმები თქვენს მაყურებელს და არ შემიძლია არ დაგიდასტურო ჩემი პატივისცემა ის, რომ ამ გადაცემის წამყვანი ხარ და ძალიან კარგად ართმევ, ესე ვთქვათ, ამ საქმეს თავს. უბრალოდ სამწუხარო ის არის, რომ შენც და მეც და ბევრი, ესე ვთქვათ, მუსიკის თუ ხელოვნების თუ სპორტსმენი, ესე ვთქვათ, ამ ქვეყანაში იმ მდგომარეობაში მიიყვანა ნაციონალურ მოძრაობამ ეს ქვეყანა, რომ ჩვენი, ესე ვთქვათ, პროფესია მერწმუნედ გადადებული გვაქვს ყველას გვერდზე და რაღაცნაირად სხვა აქტიურობებით, სამოქალაქო აქტიურობებით ხშირ შემთხვევაში აქამდე, მე რაც მინდა ვთქვა ჩემ თავზე და შემდეგ, ესე ვთქვათ, დღეს უკვე ქრისტიან დემოკრატებთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური პირობები იყოს და ყველამ აკეთოს თავის საქმე. სხვა შემთხვევაში არც მე ვიქნებოდი შენი რესპონდენტი და არც შენ იქნებოდი ამ შემთხვევაში ალბათ ჟურნალისტი. თუმცა ტელევიზია და შოუ ბიზნესი, კერძოდ ესტრადა ცოტა უფრო ახლოს არის, მაგრამ პოლიტიკა გეთანხმებით, მაგრამ პოლიტიკა და იგივე ტელევიზიაც მაინც მუსიკოსი, ანუ მუსიკის მკეთებელი კაცისთვის, ამ ხატრისთვის ძალიან რთულია მაინც ყოველდღიურად ტელევიზიის რეჟიმში მუშაობა. ეს გონია რომ ცოტა სხვა, კიდევ უფრო სხვა სფეროა. მე ძალიან მირჩევნია ყოველ შემთხვევაში რომ ვაკეთო ის საქმე, რომელიც მე ძალიან მიყვარს, მაგრამ ჯერ ქვეყანაში არის ისეთი უსამართლობა და ისეთი პრობლემები და ამან გადამაწყვეტინა ზუსტად წასულიყავი ქრისტიან დემოკრატებთან ერთად ამ ბრძოლაში. სად ხართ ამისთვის? რა გამოცდილებით მოდიხართ? რის გაკეთებას აპირებთ? როგორ შეძლებთ? არ არის ადვილი პარლამენტში? საარჩევნო გამოცდილება 2008 წელს ჰქონდა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვიყავი ბორჯომში. მაშინაც ძალიან დიდი გაჭირვება იყო კანდიდატების თვალსაზრისითაც და საერთოდ ადამიანების, რომლებიც წავიდოდნენ ამ, ესე ვთქვათ, ნაბიჯზე და რისკს ამ თავის თავს დააყენებდნენ რისკის ქვეშ. მზად ვარ იმისთვის, რომ ჩემ ამორჩეველთან ერთად ვიბრძოლო იმ პირველ რიგში იმ უკანონობისთვის, რომელიც საქართველოში ხდება, მეორე რიგში იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც საერთოდ არსებობს საქართველოში, უმუშევრობა, სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ის პრობლემები, რომელიც საერთოდ დიდუბეშია და საერთოდ სრულიად საქართველოს ახალგაზრდების, ესე ვთქვათ, დასაქმება და ასე შემდეგ. უამრავია პრობლემები და ძალიან კომპლექსურია, ახლა ჩამოთვლას რა თქმა უნდა გადაცემის მანძილზე ალბათ თუ შევეხებთ. ხო, აუცილებლად ძალიან საინტერესოა ხედვები პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში. სავარაუდოდ ალბათ პროფესიასთან ახლო კომიტეტში ან იმის აუცილებლად რაღაც მონათესავე სპეციალობით აქტიურებთ და შეეცდებით. მე რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ჩემი გავლილი გზა და გავლილი, ესე ვთქვათ, ცხოვრება მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, თუ ამორჩეველი მომცემს იმის საშუალებას და მომცემს დიდუბის რაიონი შანს, რომ მათთვის მე რა გავაკეთო, მე პირობას ვაძლევ და პირობას ვდებ, რომ ნამდვილად არ ვიქნები გამოკეტილი ან კაბინეტში, ან დაკარგული და არჩევნებიდან არჩევნებამდე ვერ ნახულობენ ხშირ შემთხვევაში დეპუტატებს. ანუ მე ზუსტად ის პრინციპი მინდა ჩამოვაყალიბო, რომ ხალხი ემსახურებოდეს, უпростоრად მაპატიეთ, დეპუტატი ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. ანუ და მე პირობას ვაძლევ და თუ ნდობის ფაქტორი იქნება მათი მხრიდან შეხედავენ და დაინახავენ, არა მარტო მაჟორიტარი მინდა ვიყო თქვა დიდუბის რაიონის, არამედ ამ მაჟორიტარს, საყვარელი მაჟორიტარის თუ დაემატება, ჩემთვის ეს იქნება ყველაზე დიდი, არა მარტო გარეგნულად, არამედ საქმით, ამას გულისხმობ. გასაგებია. კარგით, მოდით განვიხილოთ თქვენი შანსები ერთად. კი ბატონო. ორი სერიოზული კანდიდატი არის, ერთი მართველი გუნდის, რომელიც ამ რაიონის გამგებელი იყო ედვარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს. კი, შემდეგ ასე ვთქვათ, ადგილობრივიშიც ისა იცნობს რაიონს, როგორც ვიცით, ახლა არ ერიდება მართველი გუნდი თავის რესურსების გამოყენებას. მეორე მხრივ, ძალიან სერიოზული კანდიდატი ვახტანგ ხმალაძე, აი თქვენ როგორ უყურებთ
იცი რა არის ზაზა ამ საქართველოს პარლამენტისთვის ვინ ჯობია პარლამენტში რომ იყოს ზურა ხაჩიძე თუ ვახტანგ ხმალაძე? ნუ პირადად ჩემ მოსაზრებას ამ შემთხვევაში ჩემთვის დავიტოვებ გარკვეული სიმპათიები მაქვს და არ დავმალავ ვახტანგ ხმალაძის მიმართ, იმიტომ რომ ამდენი ხანია ყოველთვის აქტიურად, ყოველთვის პოზიტიურად იყო ჩართული იმ ადამიანების უფლებებში და საერთოდ კონსტიტუციის ავტორია, ხო? კი, როგორც ჩვენ ვიცით. მე წარმატებას არა მოქმედის, ხო? როცა დაიწერა ეს კონსტიტუცია. ანუ წარმატებას უსურვებ ოპოზიციურ პარტიიდან გამარჯვებულ ადამიანს. მე ჩემი სიარულის დროს, მოქალაქეებთან შეხვედრის დროს არ ვიცი ეს შეიძლება ბრმა ოპტიმიზმია, მაგრამ მე ვატყობ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს და ძალიან ისე ვთქვათ კარგი გამოხმაურება აქვს იმას, რომ მე პირადად ამ რაიონში დავდივარ შეხვედრებზე და ვესაუბრებ მოსახლეობას და შეძლებ ის დაგვარად მაქვს იმის იმედი, არ გავთავხედები და არ ვიტყვი, რომ ვარსკვლავებს ვანგრევ და ისეთი რეიტინგი მაქვს და ისეთი რეიტინგი მაქვს, უბრალოდ დავდივარ ადამიანებთან და მაძლევენ იმ ხელას სტიმულს, რომ იმის იმედიც გამიჩნდა სიმართლე გითხრა ზაზა ის ძალიან გვიან ჩავერთე, მაგრამ ის ბოლო პერიოდი რაც დავდივარ, იმის იმედიც გამიჩნდა, რომ შესაძლებელია, რომ არ განვიხილოთ მარტო ორი პოლუსი ამ შემთხვევაში, ორი მაჟორიტარი ამ შემთხვევაში და მერწმუნეთ, რომ საკმაოდ მეც მაქვს გამარჯვების იმედი. აქედან გამომდინარე, თუ სურვილი იქნება საზოგადოების, რომ გადაწყვიტოს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და მე მინდა ყველაზე მთავარ შევეხო კიდე, მინდა რომ აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა არ მოხდეს ტოტალურად ან რაიმე მანიპულაციის ხელისუფლებას არ მიეცეს საშუალება გაყალბების არჩევნების. ანუ მინდა რომ ყველამ იმ ადამიანებმა, ვისაც საერთოდ არა გადაწყვეტილი რომ წავიდეს არჩევნებში, ყველა მინდა იყოს ჩართული და მე მივესალმები ყველა ოპოზიციური პარტიიდან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მე ვერ მივესალმები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვებას, მე მივესალმები ოპოზიციური პარტიის ნებისმიერ კანდიდატს, მაგრამ მეც დამიტოვეთ უფლება რომ მქონდეს ბრძოლის უნარი და ხედავდე იმ პერსპექტივას, რომელსაც გამარჯვება ქვია. კარგით, თქვენ რამდენადაც ვიცი, აი, როდესაც ოპოზიციის მხრიდან იყრიდით კენჭს, შემდეგ ახალ მემარჯვენებთან დავჭი კი იყო პერიოდი ჩვენ მე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვიყავი ბორჯომის რაიონში და ამის შემდეგ გავაგრძელე ესე ვთქვათ ურთიერთობა და ესე ვთქვათ პოლიტიკური გამოცდილების მიღება ახალ მემარჯვენებთან კი რატო გამყრელდეს აი ეს რატო შეგახსენეთ ახლა რომ აი ესეთი შოუ ბიზნესიდან სპორტიდან კულტურის სხვა სფეროდან და ასე შემდეგ მოსულ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს აქვს ხოლმე ესეთი ეჭვი რომ ნუ რაღაცა დროებით მოვლენასთან გვაქვს საქმე. აი მე გეკითხებით ახლა ამ გადაცემაში დააფიქსიროთ თქვენი ასეთხოვთ. წარუმატებლობის შემთხვევაში თუ კი თქვენ ვერ გახვალთ დიდუბის ასე ვთქვათ არ აგირჩევენ დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატად. თქვენ ამ პარტიაში დარჩებით დიდხანს და იქნებით აქტიური წევრი. ვაპირებ გავაგრძელო და წინააღმდეგობა გაუწიო ხელისუფლებას. თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ არჩევნების მერე ამას შევხედავთ. მაგრამ მე ესე ვთქვათ ქრისტიან დემოკრატებთან იმ მეგობრობის საფუძველზე, რომელიც წლების მანძილზე მაკავშირებს და იმ ვთქვათ ბოლო პერიოდში გვერდიდან დაკვირვების ესე ვთქვათ საშუალება მაძლევს იმის უფლებას, რომ მე პრინციპი ის რომ ან ყველაფერი ან არაფერი არ მომწონს. მე ჩემთვის მთავარია რომ ადამიანების ცხოვრება რაღაც სასიკეთოდ შეიცვალოს. იმიტომ რომ შეიძლება ამ ხელისუფლებასთან ისეთი ხმამაღალი თქვათ ან ყველაფერი ან არაფერი ლაპარაკი იყოს ცოტა რთული და მე დამერწმუნეთ რომ იმიტომ გაჭიანურდა მათი საერთოდ ესე ვთქვათ წასვლა ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ 8 წელია მართავენ ქვეყანას და რა პირობებშიც მიიყვანეს და რა მდგომარეობაშიც მიიყვანეს, ვიცით მე და შენ კარგად და საზოგადოება ძალიან კარგად იცის. მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა ამ ხელისუფლებასთან, არ ვიცი ეს რა იქნება, უბრალოდ ამ პარტიასთან ერთად, იმიტომ რომ მე პარტიაში შევედი, იმიტომ რომ სიით მე 11 ვარ და იქიდან გამომდინარე ანუ სიაშიც ხარ. კი, სიაშიც ვარ, ანუ და აქედან გამომდინარე ამ ესე ვთქვათ ქრისტიან დემოკრატებმა თანმიმდევრულად მინდა გითხრათ ჩემი გავლილი წლები 2007 წლიდან სამოქალაქო აქტიურობა თუ ასე შემდეგ დააფასეს
და არიან ადამიანები, რომლებიც ამ პარტიაში, რომლებიც არიან უკომპრომისოები, ჯერა რომ ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ადამიანებისთვის რამე შეიცვალოს და მეც მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ანუ რა მიმართულებით შეიძლება მოხდეს ხელისუფლებასთან ოპონირება ან საერთოდ წინააღმდეგობის გაწევა კანონის ფარგლებში ჩემი მხრიდან, ამას გვაჩვენებს ხვალინდელი დღე. გასაგებია. კარგით, ასეთ რამეს გითხავთ, ხელისუფლების მიზანი, რამდენადაც მე მესმის და ვფიქრობ, რომ ეს საერთო მოსაზრება არის ესე იგი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ხმების გადანაწილება, რომ როგორმე ეს არ მოხდეს ქართულ ოცნების სასარგებლოდ. ამას ეთანხმებით თუ არა ამ პოზიციას და აი ამ შემთხვევაში აი თქვენი იქ მონაწილეობა ხომ არ გახდება, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ რომ პროპორციული სია სხვა არის, მაჟორიტარი სხვა არის, რომ იქ ესე იგი ორი კანდიდატის ხმების გადანაწილების შემთხვევაში ასე ვთქვათ რესურსით გაძლიერებულ მმართველი გუნდის კანდიდატს უფრო მეტი შანსი აქვს და ამაზე საუბარიც არის რომ თითქოს ნაციონალები შეგუებული არიან იმას რომ შეიძლება ვთქვათ ცოტათი წააგონ სია, მაგრამ მაჟორიტარების ხარჯზე ცდილობენ იმას რომ უმრავლესობა მოიპოვოს. მე საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე გეუბნებით რომ ხელისუფლებას არ აქვს შანსი მოგების. მე სადაც დავდივარ, სხვადასხვა რაიონებში დავდივარ, სხვადასხვა ქალაქებში ხვდები ამორჩეულს და მათ შორის დიდუბის რაიონშიც. მე ძალიან ნაკლებად რო დღეს ვინმე ვნახო, ესე ვთქვათ, საზოგადოებაში ვინც ხელისუფლებას ხარს უჭერდეს. ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი მოსაზრება და რასაც ხედავ, იმას ვამბობ თქვენს ეთერში. ხო, რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ქრისტიან დემოკრატები და ვთქვათ, ქართული ოცნება ხმებს ვიყობ და ხელისუფლება რჩება სარგებელში, არ ვფიქრობ ესე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თუ იმის დაბრალება მიდის, რომ რაღაცა ძალიან მსუბუქად უტევს ქრისტიან დემოკრატები ხელისუფლებას. ხშირ შემთხვევაში იმასაც ვაწყდები საზოგადოებაში, რომ ესე ვთქვათ, ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული პრობლემების მოგვარება და არა ის ვთქვათ, რომ ვინმესთან ორი ესე ვთქვათ მხარის ერთმანეთთან დაპირისპირება. ანუ ამის თქმა მინდა, რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართმევთ ხელისუფლებას ხმებს და არა ოპოზიციის კანდიდატს. ეს ჩემი პირადი მოსაზრება საზოგადოებამ როგორც უნდა ისე განსაჯოს ეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია ართმევს ერთმანეთს ხმებს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას ხარდაჭერა არ აქვს და აქედან გამომდინარე ხელისუფლებას უფრო ვაცლით იმ რესურსს და ენერგიას, რომელიც თქვათ კიდე დარჩა ის ესე ვთქვათ თავის რაღაცა მომხრეებში დარჩენილი აი ესე ვთქვათ ხმები. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ვართმევთ ხელისუფლებას და არა ოპოზიციის კანდიდატს. გასაგებია, კარგი, ჩვენ ახლა ნენელა უნდა გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე, მაგრამ სანამ გავალთ, მე ერთი განცხადება მინდა გავაკეთო და აქვე დაგისვათ შეკითხვა და თუ შეიძლება პასუხი უკვე სარეკლამო პაუზის შემდეგ მოვისმინოთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ გასულ გადაცემაში, პარასკევის გადაცემაში ჩემი სტუმარი გახლდათ პარტია იმედის ლიდერი ირინა სარიშვილი, სხვათა შორის თქვენ პირდაპირ დაგადანაშაულად რომ ხართ სატელიტური პარტია ხელისუფლების და მას თამაშს თამაშობთ და იქვე განაცხადა რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მეგის ქარდავა გახლავთ EDP-ს ლიდერის ბაჩუკი ქარდავას ბიძაშვილი. ამის შემდეგ სტუდიას და პროდიუსერებს დაუკავშირდნენ EDP-დან, თუ არ ვცდები თვითონ ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ნათესაური კავშირი მეგის ქარდავასი და ბაჩუკი ქარდავასი, მან ასევე EDP-ს დაადანაშაულა სხვათა შორის ირინა სარიშვილმა თავის წამოსვლის შემდეგ, რომ ისიც სატელიტური პარტია. ამას ალბათ ეხლა გავსწრებ პასუხი თუ რეკლამის შემდეგ. სარეკლამო პაუზის შემდეგ გამოვაცხადოთ სარეკლამო პაუზა მაესტროს ეთერში. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, მომღერალი ზურა ხაჩიძე გახლავთ გადაცემის სტუმარი, რომელიც ამავე დროს ქრისტიან დემოკრატების მხრიდან დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არის. მე ერთ შესწორებას შევიტან, რაც შეეხება განცხადებას სატელიტის შესახებ, ეხლა მე მანიშნეს, რომ მან EDP-ს შესახებ თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი პარტიები ბევრი არის რეალურად, თუნდაც ქართულ ოცნებაში შემავალი 7 პარტია, რომელიც ქრისტიან დემოკრატებს სატელიტურ პარტიას ეძახიან, მას შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა ეს ხმები, როდესაც
ბატონმა გიორგი თარგამაძემ ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გარკვეული კანონპროექტის შეიტანა განსახილველად. ასეთი შეკითხვა მაქვს, თქვენ ამ პარტიაში მოხვედრის წინ, აი ასეთი ეჭვები გქონიათ თუ არა? მე შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ, რაც ბიზინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა, სერიოზული გრძა გაავლო, თითქმის 1 წელი არის მოუნდა ფორმირებას პარტიის შექმნა ქალაქებში ასეთი და უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა ყველანაირი ფინანსური, ნახეთ ხო, ყველა რაც მოხდა. აი 2008 წელს როცა კედემე შეიქმნა, მაშინ საპროტესტო აქციების მონაწილე იყავით თქვენ და კარგად გახსოვთ, რომ ცნობილ ბიზნესმენებს ოპოზიციონერების დახმარებისათვის პირდაპირ ქუჩაში ცემდნენ და შემიძლია რამოდენიმე ფაქტიც იტაცებდნენ და ცემდნენ. მეც ბევრჯერ მოხდა ამ დროს კი. აი ამ პერიოდში ძალიან სერიოზული დაფინანსებით შემოვიდა ეს პარტია. მაშინ, როდესაც ყველამ კარგად ვიცით, ვისია ბანერები, ბილბორდები ბოდიში, ქალაქში და არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ხელი არ მიუწვდება, მაშინაც სავსე იყო ქრისტიან-დემოკრატების საუკეთესო პლაკატებით და დღესაც მთელი ბილბორდები არის 90% ნაციონალური მოძრაობის, 10% ქრისტიან-დემოკრატების. აი ეს როგორ ფიქრობთ? თქვენი პასუხი რა არის და ამ მრჩეველზე ეს მოქმედებს თუ არა და ქმნის თუ არა ეს რაღაც ეჭვის საფუძველს? როგორ ფიქრობთ? იცით რა არის, ჩემი პასუხი იქნება, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ, ესე ვთქვათ, პროცესში არიან ჩართულები, რაც ქრისტიან-დემოკრატები ქვია და ჩემი გადაწყვეტილებაც იმას უკავშირდება, რომ სწორედ ამ ადამიანების დიცილად, ამ პარტიაში დიცილად ამ ადამიანების დამსახურება საზოგადოების გამოფხიზლება. ის პროცესები, რომელიც ქვეყანაში დაიძრა 2007 წლამდე, სხვადასხვა გადაცემების საშუალებით, სხვადასხვა ესე ვთქვათ, ტელეიმედის საშუალებით მაშინ გახსოვს, ძალიან ბევრ იმ პროცესს, რომელიც ხელისუფლება ჩადიოდა ამა თუ იმ დანაშაულს, ხელი შეუწყო ტელეიმედმა და გადაცემამ, იგივე დროებამ, იგივე ინგა გრიგოლიას გადაცემამ, მიცა ადამიანებს საშუალება ენახა ხელისუფლების მანკიერი მხარეები. მე ვფიქრობ, რომ იმაში დადანაშაულება, რომ ხელისუფლებასთან შეკრულები არიან, ან კიდე სატელიტური პარტია მოდის 2008 წლიდან, როცა ისინი პარლამენტში შევიდნენ და რეალურად გადაწყვეტილება მიიღეს, რომ შესულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. მე მახსოვს, როცა აქტიურად მონაწილეობდი სხვადასხვა აქციებში და მიმყავდა ხოლმე ხშირ შემთხვევაში მიტინგებიც, მე მახსოვს ხალხის განწყობა, რაც ლაპარაკობდნენ, რომ აი, რომ შევიდნენ ეს ესე იგი მიშას პარტია, მიშას დაფინანსებული პარტია და ასე შემდეგ. მაგრამ გავიდა პერიოდი და ადამიანებმა, რომელიც პოლიტიკურ პროცესში იყვნენ ჩართულები, მაშინ და არ შევიდნენ იგივე პარლამენტში, სხვა ლიდერებმა აღიარეს, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო პარლამენტში არ შესვლა და ჩვენ ამ ბოლო წლების მანძილზე ვნახეთ ისიც, რომ რეალურად თუ ვინმე ხელისუფლებას ოპონირებას უწევდა პარლამენტში, ეს იყო ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ასევე ის ადამიანები კიდე რამოდენიმე თვეზე ჩამოსათვლელი, რომელიც რეალურად ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულს არ ტოვებდა ჩუმად და ახმოვანებდა. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა არის შორს განსაზღვრის საკითხი, მოდი დაველოდოთ პროცესებს, შევხედოთ პროცესებს და ვინ სად დადგება და როგორ დადგება, ამას დავინახავთ. მე ერთი შემიძლია უთხრა ჩემს ამომრჩეველს და საერთოდ სრულიად საქართველოს თქვენი საშუალებით, რომ არსად არასდროს, როცა ხალხი პროტესტი იქნება, ეს შეხედულებები იქნება სხვადასხვა, ან თუ ის რომ ან გაყალბება მოხდა არჩევნების, მე ყოველთვის ვიქნები ჩემი ამომრჩევლის გვერდზე და ჩემი იმ ხალხის გვერდზე, ვინც ესე ვთქვათ, აქამდე მომიყვანა თუ სიყვარულით მუსიკაში, თუ პოლიტიკურად ჩავერთე. მე ხო ფაქტიურად იძულებული გავხდი პოლიტიკურ პროცესში ჩართულიყავი, ისე როგორც შენ, მაგალითად ჟურნალისტიკაში რო წასულიყავი. აქედან გამომდინარე, მე პირობა მინდა მივცეთ თითოეულ მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს, რომ ყოველთვის ვიქნები მათთან და ყოველთვის დავიცავ მათ ინტერესს. რაც შეეხება იმას, რა ჭორები დადის და ვინ რას ლაპარაკობს, ჩემთვის ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთი თვეა თუ ორი თვეა, რაც ამ პარტიაში მივედი, არა, ორი თვეც არ არის, ორი კვირაა საერთოდ რაც დავიწყე
ურთიერთობა მანამდე მეგობრულ დონეზე და გვერდიდან რასაც უყურებდი რეალურად თუ ვინმე აჩერებდა ხელისუფლების არასწორქმედებებს ეს იყო ქრისტიან-დემოკრატები ხოლო რაც შეეხება მეტად უნდა გაეჩერებინათ და მეტად უფრო მეტ რადიკალურ ნაბიჯებზე წასულიყვნენ თუ არა მოდი ეს განსაზღვროთ იმის შემდეგ რაც პოლიტიკური პროცესი დამთავრდება ამ შემთხვევაში არჩევნებს გულისხმობ გასაგებია თუმცა შეჩერებაზე ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით იმიტომ რომ როგორც წესი რისი გაკეთებაც უნდა მმართველ გუნდს და გადაწყვეტილი აქვს ბოლომდე იმას როგორც წესი აკეთებს თუ კი მიდის გუნდშიც რაღაც ორჭოფობა იმიტომ რომ ალბათ უმრავლესობაში ოპოზიციის ხო იმიტომ რომ უმრავლესობაშია ამიტომ უნდა მოუწოდოთ მოსახლეობა სწორედ მანკიერი მხარე ეს არის ხო აბსოლუტური ძალაუფლება ხნის კიდევ აი ესეთი საკითხი ქრისტიან-დემოკრატების მიმართ პრეტენზია კი რა ეჭვის საფუძველი რომ ალბათ დამეთანხმებით რომ უამრავი განთავისუფლებები მიდის სამსახურიდან დაშინება ხალხის და ზეწოლა ხომ იმიტომ რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან აქციებზე დადიან აი სიმართლე გითხრათ მე არ გამიგია ასეთი შემთხვევა რომ ქრისტიან-დემოკრატების მხარდაჭერისათვის ვინმე ან სამსახურიდან გაეგდოთ ან ოჯახში მისულიყო პოლიცია და ეთქვა რომ აღარ დაგინახოთ იგასული და ასე შემდეგ ეხავე გეტყვით მაგასთან დაკავშირებით 2007 წლიდან უამრავი დაბრკოლება გავიარე მე თვითონ ზუსტად იგივე ოჯახის წევრებზეც და ასე შემდეგ ვერავინ ვერ იმას ვერ იტყვის რომ და ძალიან დიდი ახლოა ურთიერთობა მქონდა ამ ხელისუფლების სხვადასხვა იმ ადამიანებთან რომლებიც რეალურად დღეს რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ და არასდროს არ წავსუარ იმ კომპრომისზე რასაც კომპრომისი ქვია და რასაც თქვათ არ გავრიგები ვარ და არ შევრიგები ვარ იმიტომ რომ არ მომწონდა ის რასაც ეს ხელისუფლება აკეთებდა ამ ქვეყანაში რა იყო თქვენთვის წყალგამყოფი წყალგამყოფი იყო ის ბევრი უსამართლოები და დანაშაულები ვისი ხელისუფლება რა თქმა უნდა ეს როცა მოდიოდნენ ისინი ხელისუფლებაში ჩვენ თქვათ მიტინგებზე არ გვივლია და არ გვიმღერია მაგრამ მხარდამჭერი ვიყავით იქიდან გამომდინარე რომ ჩავდიოდით უამრავ საჯარისო ნაწილებში ვატარებდით უფასო ღონისძიებებს და არ ვიღებდით ამაში ჰონორარს ვარიგებდით თუ რამეში ვჭირდებოდით თქვათ ვიღებდით აგიტაციაში მონაწილეობას ჯარსაც კი მიუძღვენით თქვა ჩაცმულ ჯარს შემთხვევაში სიმღერა და საქართველოს იმნით ჩავწერეთ როგორც შეგვეძლო ანუ ჩვენ ვიღებდით რეალურად და მე რეალურად მეჯერა იმისა რომ ჯეროდა იმის რომ მოვიდოდა ხელისუფლება ახალგაზრდა ადამიანები რომლებსაც ესე ვთქვათ ხელი მიუწვდებოდათ ქვეყნის აღშენებლობასთან იმის შემდეგ 2000 შემდეგი წლები ანუ იმ ერთ მმართველობამ და ერთ პარტიულმა მმართველობამ სადამდეც მიიყვანა ეს ქვეყანა კარგად შევხედეთ და იმ შემთხვევაში რომ ხო და იმის თქმა მინდა რომ 2007 წლიდან ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ზეწოლა და დარტყმა მივიღე პირადად როგორც ჩემ ოჯახზე ბორჯომში როცა მე მიტინგზე გამოვედი მივარდნენ ჩემთან სახლში და ასე შემდეგ აღარ მინდა ამის გავრცობა და ეს საზოგადოება ძალიან კარგად იცის და რა ვიცი ოჯახის წევრების რამოდენიმეჯერ დაჭერა და ასე შემდეგ და გარშემოს ყოველთვის ნუ გაჩერებები ეხა ეს მიყვანები და ვთქვათ გადამოწმებები ხო ბუნებრივია აქედან გამომდინარე მე მაქვს უფლება და ვიტოვებ უფლებას რომ არანაირი კომპრომისზე და არანაირი ესე ვთქვათ პარტიაში მე არ წავიდოდი იმ თვალსაზრისით რომ ეს ადამიანები მეგონოს რომ რამ ეს ხელისუფლებასთან არის ხო მე რომ მქონდეს ეჭვი მე ვერ დამიჯერებს ვერ დაუჯერებ ვერავის რომ ინგა გრიგოლი ან ლევან ვეფხვაძე ან გიორგი თარგამაძე რომელიც თქვათ ხშირ შემთხვევაში გადაცემაში ზის და ამას გიორგიზე და იგივე ამ პარტიაზე ლაპარაკობენ კულისებში და ჭორაობენ პირადად არავინ არ ჯდება და არ ელაპარაკება და ოპონირებას არავინ არ უწევს ანუ მე ეს სურათი არ მინახია თუ ვინმე ჯდება პრესისთან ესე ვთქვათ პრესის წარმომადგენლები ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული და ის რაც შეეხება იჭერენ თუ არა მათ ხარდან დამჭერებს ესე სიღრმისეულად ნამდვილად არ ვიცი ალბათ გადავამოწმე და ალბათ ქრისტიან-დემოკრატებსაც იქნება შემთხვევები როცა ბევრი ესე ვთქვათ ხელისუფლება არასათანადო პირობებში ამყოფებდა აქედან გამომდინარე მე ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ რომ ეს ადამიანები იბრძვიან ქვეყნის რეალურად კეთილდღეობისთვის და ადამიანების კეთილდღეობისთვის შესაძლებლად და ნახოთ დაველოდოთ მოვლენებს მე ვისურვებდი რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული და რაც თავარია ოპოზიცია ზოგადად მთლიანობაში იყოს უმრავლესობა და გადაწყვეტილებების და მიხედვით შევხედავთ სიტუაციას პოლიტიკა კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის წინასწარი განსაზღვრა ხო თემების შევხედოთ გადაწყვეტილებების და მიხედვით სად დადგება ქრისტიან-დემოკრატები კარგი მაშინ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ რეალურად ალბათ იმას კარგად აცნობიერებთ რომ
სავარაუდოდ დიდი ალბათობით მომავალ პარლამენტში ყველაზე ძლიერი მხარეები იქნება ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება. არ მეთანხმებით? არა, სავარაუდოდ დღეს ასეა ხო წინასწარი მონაცემებით, მაგრამ მე ესე ვთქვათ, რამოდენიმე ქალაქი მოვიარე, მოკლედ ვიტყვი და ძალიან დიდი მხარდამჭერა გვაქვს ქრისტიან დემოკრატებსაც. ხო, მაგრამ თქვენი პარტიის ლიდერებს NDI-ის გამოკვლევების მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს და იქ 3-დან 5%-მდე არის. ნუ ალბათობით ქრისტიან დემოკრატები პარლამენტში მოხვდებით. ასეთ შეკითხვა არის რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის ასე ვთქვათ წარმომადგენლებმა ლიდერებმა განაცხადეს რომ იმ პირობებში თუ კი იქნება ეს ორი ძლიერი გუნდი და მათ ეყოლებათ ესე იგი საპრემიერო კანდიდატები ვანო მერაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი ისინი სასახად უჭერენ მხარს ბიძინა ივანიშვილს თქვენი გუნდის ლიდერმა ამას არ გასცა პასუხი არ ვიცი მე თქვენ მიიღებთ თქვენ პირად გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში და დაეგეთებით პარლამენტში მე დაუჭერ ოპოზიციას მხარს პირადად მე ოპოზიციის კანდიდატს რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში თუ თქვენი ლიდერის პოზიცია განსხვავებული იქნება ჩემი ლიდერის პოზიცია ამ შემთხვევაში მე არ ვიცი პირველად მესმის მე ვიცი არაერთხელ იგას არაერთხელ უთქვამ სხვადასხვა პარტიის წევრებს რომ ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან როგორც ვითანამშრომლობთ ასევე თუ საქართველოს პარლამენტში იქნება ესეთი ესე ვთქვათ მოცემულობა დაუჭერთ ოპოზიციის კანდიდატს მხარს გასაგებია. კარგით, ეხლა მოდით ცოტა შოუ ბიზნესზე ვისაუბროთ და იმ შემთხვევაში თუ პარლამენტარი გახდებით, როგორ იქნება თქვენი ხედვა, რა პრიორიტეტები იქნება, თვითონ პარტიას როგორი ხედვა აქვს, მაგრამ მანამდე მე მინდა ერთი თქვენი ინტერვიუ გავიხსენო, რომელიც მე სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე და ცუდად მოვდაყურში. ეხლა კარგად მესმის რომ მაშინ მეც არაფერი დასამალი არ მაქვს მიხეილ სააკაშვილს ხარს უჭერდი, გაგახსენებთ 99 წელს, როდესაც ის ვაკეში იყრიდა. კენჭს სხვათაშორის ძალიან პატარა ვიყავი მაშინ. 99 წელში. ჩემი ანსამბლის მიმართ დავით სალარიძის გუნდის მხრიდან იყო შემოთავაზება კონცერტის გამართვის ну, მაშინ შესაბამისი ანაზღაურებით და მე პირდაპირ ვიტყვი რომ მიხეილ სააკაშვილის გამო იმ კონცერტზე უარი ვთქვით, იმიტომ რომ მეც მისი მხარდამჭერი ვიყავი და ეს ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდის მიმართ ძალიან დიდი ნდობა მქონდა. ამიტომ ის პოზიცია რომელიც თქვენ მაშინ დააფიქსირეთ, მაგრამ ამას თვითონ შოუ ბიზნესის ხედვის კუთხით ვერ გაუგე. ესე იგი, ასეთი იყო რომ თქვენ განაცხადეთ პრესკონფერენციაზე ჯგუფის დაშლა გამოაცხადეთ და თქვით რომ თუ პრეზიდენტს დაჭირდება ჩვენ შევიკრიბებით და ვიმღერებთ. ეს რა მართლა აი მახსოვს მართლა ნამდვილად ეს. მართლა კი, ესეთი განცხადება იყო და ვერ გავიგე თვითონ აი შოუს მე ჩემთვისაც გაუგებარია ეს არ ვიცი შეიძლება ან ეთერში იყო ეს პირდაპირ ეთერში იყო მე მოვისმინე ნამდვილად ასეთი განცხადება. ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თუ დავიშლებოდით თუ პრეზიდენტს დაჭირდებოდა რატო ვიმღერებთ? ჩვენ ამდენი ხანია მონაწილეობას ვიღებთ მაგ თემაზე მივედით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩემი სათქმელი თქვა, ჩვენი ჯგუფი ვარ დაშლილები, ერთი არის საზღვარგარეთ წასული იმისთვის რომ საკუთარი ოჯახი შეინახოს, მეორეა სხვა საქმეზე გადართული, ეს იქიდან გამომდინარეა რომ ხელისუფლება ამ წლების მანძილზე მარტო კარის მომღერლებს ამღერებს თავის გვერდზე. მე არავისთან არ მაქვს პრეტენზია ამ შემთხვევაში. ეხლა თქვენ მარტო მონაწილეობთ? ჩვენ მარტო მონაწილეობთ და იღებს მონაწილეობას გია ნიკოლაძე და ასევე აი ბოლო ორ კონცერტზე დაემატა მგზავრები. ისინიც ქრისტიან დემოკრატებს? კი, ანუ ეს არის კონცერტი, ეს ხარდამჭერა. მგზავრები არ შემიძლია არ გითხრათ, მაგრამ ესენიც ნაციონალური მოძრაობის ძალიან კარგი მეგობრები არიან. იცით რა არის, მე მალაპარაკებ მგზავრებზე, იმიტომ რომ როგორც მუსიკოსებს და როგორც ნიჭიერ ბიჭებს პატივს ვცემ და გადაწყვეტილება ვინსად გამოდის, ჩემ ჯგუფზე შემიძლია ვილაპარაკო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ყველა ქალაქში მათ ხარდამჭერ კონცერტებზე და ისინიც უბრალოდ მე ესე მგონია რომ არიან მოწეულები კონცერტზე და ასრულებენ სიმღერას, იმიტომ რომ მათი მხრიდან ესე ვთქვათ რაღაცა პოლიციის იმიდან დაწყებული ძალიან იქ მათი კონცერტები ყველაფერში და მხარდამჭერ კონცერტებში ყოველთვის აქტიურები იყვნენ ნაციონალურ. საინტერესო იქნება მათთან საუბარი, კარგი დავანებოთ გზავრებს. ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ. ჩვენ არ გვეხება პასუხისგაცემა იმებს დავანებოთ თავი. გადავიდეთ აი ამ მთავარ ხედვაზე. შოუ ბიზნესი. როგორ აი რა პრობლემა არის? გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად 90-იანი წლები, რაღაც აყვავების პერიოდი იყო მუსიკალური არხი, ყველას გვიხაროდა, ახალი პროდუქცია ხდებოდა ეთერში და მართლა რაღაცნაირად
მოდი თქვათ რომ მაესტრო უწყობდა ხელს ქართულ მუსიკას. რა თქმა უნდა, ისულიყო მსმენელამდე, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და მოდი ახლა შევხედოთ. და იყო კომერციულად წარმატებული კონცერტები, რაც არის მუსიკოსისთვის თავარი. არა ვიღაცის დაქირავებული და ჩადებული ჯიბეში დაუმსახურებელი ფული, არამედ ხო. იყიდებოდა ჩვეულებრივად. რა მოხდა მე მოდი. მოხდა ის რომ მაესტროს არარსებობის შემთხვევაში პირდაპირ შემიძლია თქვა, ერთადერთი მუსიკალური არხი იყო, რომელიც მუშაობდა გამართულად მარტო ანუ მომღერლებზე კონკრეტულად და საერთოდ ცნობილ სახეებზე, იგივე მხატვრებზე, ასე შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით დაყვებოდა გახსოვს კამერა და მთლიანად იღებდა ამა თუ იმ მომღერლის თელ დღეს იყო მუდმივად გაშუქება სხვადასხვა ნიუსების მომღერალმა ალბომი გამოუშვათ და ასევე რაც ყველაზე მთავარია მოსახლეობას აძლევდა იმის საშუალებას მოესმინა როგორც ჯგუფი ქუჩის ბიჭები, ასევე ვაკის პარკი და ასევე ნებისმიერი მომღერალი. ანუ შერჩევით არ ხდებოდა ის რაც დღეს იქით მხარეს ხდება რომ შერჩევით ტრიალებს თქვა სხვადასხვა არხებზე მხოლოდ და მხოლოდ მათი მხარდამჭერების მომღერლების კლიპები ესე არ ხდებოდა. ანუ ეს იყო რეალურად იმის მანიშნებელი რომ და იმის საშუალებას გვაძლევდა რომ პროდუქცია ეტრიალა და მსმენელამდე მისულიყო. სათქმელი ეთქვა უარყოფითი, ან სიყვარულით, ან პროტესტი ეთქვა, დღეს არ არის საერთოდ არანაირი მუსიკალური არხი, სადაც შეიძლება ქართული პროდუქციის დატრიალება. შესაბამისად კლებულობს დისკის რეალიზებაც, შესაბამისად კლებულობს ხარისხის დონის შოუ ბიზნესში პირდაპირ შემიძლია გითხრათ და შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ დროში მიეცა საშუალება რესტორნის მუსიკა ძალიან ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდებით, კიდევ ერთი სარეკლამო ჭრა გვაქვს, დავისვენოთ ჩვენ ერთი წუთი და შემდეგ დაუბრუნდეთ ეთერში. რეკლამა. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ რომ მომღერალი ზურა ხაჩიძეა გადაცემის სტუმარი, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაერთო მართველი გუნდის არჩევნებში დასამარცხებლად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. საუბრობდით იმ პრობლემებზე, რომელიც არის დღეს შოუ ბიზნესში და გამომწვევ მიზეზებზე და შეგვაწყვეტინა რეკლამა. შეიძლება გავაგრძელოთ. იქიდან გამომდინარე, გავაგრძელებ იქიდან რომ ტელევიზიის არარსებობის შემთხვევაში და იმის რომ პროდუქცია რეალურად მუსიკოს, მომღერალს და შესაბამისად სხვა კულტურის ესე ვთქვათ მოღვაწეებს და მოქმედ ესე ვთქვათ ადამიანებს ვერ მიაქვთ დანიშნულების ადგილამდე, ანუ ეს არის მსმენელი, შესაბამისად ყველანაირი ყურადღება და ყველანაირი ესე ვთქვათ შეხედულება შოუ ბიზნესზე გახდა სხვა ხარისხოვანი. და იქიდან გამომდინარე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ძალიან პოლიტიზირებულია საზოგადოება, ძალიან სრული ეთერი აქვს დათმობილი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გადაცემებს. ეს იყო მაშინაც 2003 წლიდან, როცა ნაციონალური მოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინაც ზუსტად ესე იყო სუმუდმივი პოლიტიკური ესე ვთქვათ გადაცემები კეთდებოდა ცენტრალურ არხებზე, მხოლოდ და მხოლოდ მაესტრო აკეთებდა, ახერხებდა იმას, რომ მსმენელამდე მიგვეტანა ჩვენი პროდუქცია. თუმცა პირიქით ნაციონალურმა მოძრაობამ ეცადა, რომ პოლიტიკური თოქ-შოუები ყოველ შემთხვევაში პირდაპირ ასე ვთქვათ, ეთერები ნელა როცა კრიზისი შევიდა, მე მახსოვს ძალიან კარგად ეს პერიოდი, როცა კრიზისი შევიდა ხელისუფლება, მაშინ ნელა დაიწყო ეთერების, ესე ვთქვათ, გასართობი თოქ-შოუების გაკეთება უпростоრად. კარგით, ეს გასაგები არის, მაგრამ მე ერთი ასეთი ფაქტი მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ამ ჯგუფს, მგზავრები, რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ მოსაზრებებზე მე არ ვისაუბრებ, არანაირი უფლება არ მაქვს. არც მე თუ იქნებიან, მაგრამ ერთ-ერთ გადაცემაში მე მათთან ერთად ვიყავი სტუდიაში სტუმრად, სადაც მე დავუსვი ასეთი შეკითხვა. როგორც წესი წამყვანისვავს, მაგრამ მე სტუმარი ვიყავი და უბრალოდ მაინტერესებს, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარული ჯგუფი არის. მათ ჩაატარეს კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში და უბრალოდ ვკითხე, ამ კონცერტმა მოგიტანათ თუ არა მოგება. ესე იგი, ამ ბიჭებს ყავდათ თუ არ ვცდები რამოდენიმე სპონსორი, შეიძლება არასერიოზული, მათ ამის გარდა ბანკიდან გამოიტანეს სესხი, როგორც თვითონ თქვა ჯგუფის ლიდერმა ამ კონცერტის ჩასატარებლად. კონცერტმა ჩაიარა სრული ანშლაგით, ანუ ყველა ბილეთი გაყიდეს და წამოვიდნენ ნოლზე, ასე ვთქვათ. ანუ მოგება ვერანაირი ვერ დარჩათ. აი ამ შემთხვევაში რაში არის საქმე? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ტელევიზია არ არის, ამ ჯგუფს რაღაცნაირად რადიოს იმის კიდევ მოესწრო გადაცემები გადიოდა და ნუ რუსთავი 2-ში გზავრები თუ არ არიან, ვკითხულობ ხო კარგად არიან თქო. ცირა ჩემთვის ძალიან რთულია საერთოდ კი ვახსენე რომ თქვა
არის მომღერლები და ძალიან რთულია საერთოდ რაღაცაზე ანუ ჩემ კოლეგებზე საუბარი ყველა არა ამ შემთხვევაში ბიზნესზე ვლაპარაკობ კი ბატონო გიპასუხებ და მივა მაგამდე ანუ ყველას თავის მოსაზრება ღმერთმა გაუმარჯოს სადაც უნდა თქვათ იქ იმღერონ ვისაც უნდა სადაც უნდა იქ იმღერონ მაგრამ ერთი პრობლემა ამასთან დაკავშირებით რომ გზავრებს იგივე რეიტინგის საფუძველზე დარბაზის ესე ვთქვათ შევსების და ბილეთის რეალიზების პრობლემა არ უნდა ქონოდათ. მე მგონია რომ სტარია ინფორმაცია ის რომ ეს კონცერტი დამთავრდა ისე რომ მათმა ესე ვთქვათ მოგება ვერ ნახეს. ან კიდე ვთქვათ ჯგუფში იმდენი წევრია რომ გადანაწილების შემთხვევაში ან ჩადეს ვთქვათ იგივე სიმღერები ძალიან რთულია გვერდიდან ის რაც შიგნით ხდება გვერდიდან მე ამაზე რამე ვთქვა იმიტომ რომ ფაქტიურად რეიტინგი აქვს ძალიან დიდი ხო? ანუ ამ შემთხვევაში მისთვის ამ ინფორმაციის თქმა პრობლემა არ იქნებოდა. ეხლა ძალიან უხერხულად ვარ, როცა ადამიანი არ ესწრება ჩვენ საუბარს იმის გარეშე, მაგრამ მე ვლაპარაკობ სუფთა ბიზნესზე. აქ არავით არ მის მოსაზრებებზე. უბრალოდ ბიზნესი, აი შოუ ბიზნესი ხო ქვია რა. და უნდა იყოს იგივე პრინციპებზე და რაც ნებისმიერი პრინციპი. საქმე მიდის პროდუქციის გაყიდვაზე. ანუ გამორიცხავთ იმას, რომ არენდა, აპარატურა, ესა ყველაფერი დაემატა და ამ შედარებით ისეთი ფასიანმა ბილეთმა ვერ გადაფარა ეს ყველაფერი. ეს საერთოდ გამორჩა ხშირ შემთხვევაში საკონცერტო აპარატურა, ბევრჯერ სადაც მიმღერია, საკონცერტო აპარატურაში ორგანიზატორი უფრო მეტ თანხას იხდის ვიდრე მომღერალში და განათებაში და არენდაში. რაღა უნდა დარჩეს მომღერალს რეალურად, ხო? და იგივე ის, რომ არ კონტროლდება გამოშვებული დისკები, არ არის დაცული შესაბამისად კანონით და არ გრძალავს ესე ვთქვათ რაღაცა ორგანო, რაშიც უამრავჯერ მიგვიღია მაესტროსთან ერთად, მაშინ მამუკა ღუნტი და რაღაც გარკვეული წრე მომღერლებისა შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც მივედით თუ გახსოვთ, რომ დაცული იყოს თითეული ალბომი. დაცული იყოს როცა მუსიკოსი რამის ხელოვანი რამის აკეთებს თავის საავტორო უფლებებით და ყველანი შესაბამისად მიღებული იყოს კანონი ისეთი რომ ეს თქვათ შენი ნამუშევარი არ დააპირატოს თქვათ ვინმემ და არ გაიტანოს ბაზრობაზე და არ გაყიდოს ორლარად და გარდა მაგისა კიდე ყველაზე მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში არის ის რომ საერთოდ ჩვენ თვითონ ვერ ქმნით აი ამ კომპანიებს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში მომღერლები თვითონ თავისი კომპანიები აქვთ, რომელიც კარგით, რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ პირატულ მეკობრეული თუ რა ვიცი ქართულად ხო, პირატულ მეკობრეები. ესეთი დამკვიდრდა ეგ ტერმინი. დღეს ეს ინტერნეტმა ჩაანაცვლა სიმართლე გითხრათ, არც პირატულები აღარ იყიდება, საერთოდ ჩაანაცვლებულია ინტერნეტში ყველაფერი. კარგი, ესე იგი, მაინც მაინტერესებს თქვენი ხედვა ქრისტიან დემოკრატების და რადგან ამ კულტურის სფეროს წარმომადგენელი ხართ თქვენ, ალბათ თქვენ რაღაც სიტყვა გეთქმებათ იქ, ხო? დღეს ახლა ჩვენ ნახულობთ, ხედავთ რომ არის კონცერტები, სახელისუფლებო არის, იდგმება სპექტაკლები, როგორც წესი გეთახმებით რომ ერთი და იგივე ადამიანები ასრულებენ ამ შეკვეთას. თქვენ როგორ უყურებთ ამას, როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს ჩარევა კონკრეტულად კულტურის სფეროში, რა პრიორიტეტები უნდა იყოს ამ კულტურის სფეროში, როგორ უნდა დაყოს ეს და ესეთი კონცერტები საჭიროა თუ არა და თუ არის საჭირო, როგორ უნდა განისაზღვროს ვინ, როგორ, რატომ, რა პრინციპებით. კი ბატონო, მოგახსენებთ მე პირველ რიგში როგორ უნდა შეეშველოს ხელისუფლება. კი ბატონო, მე პირველ რიგში გეტყვით, რომ პირველ რიგში უნდა შეეშველოს კანონმდებლობით საქართველოს პარლამენტში, რათა თითოეული დისკიდან მარტო მომღერალს არ დარჩეს სარგებელი, არამედ სახელმწიფოსაც დარჩეს და ის რომ გარკვეულწილად თავის მომხრეებად და სხვის მომხრეებად დაყოს ან მსახიობები, ან თეატრები, ან კიდე მომღერლები, სასტიკად ვეწინააღმდეგები ამას და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ესეთი რამე არ მოხდეს. იყოს თქვათ ჯანსაღი კონკურენცია, მიეცეს საშუალება ლიცენზია სხვადასხვა კერძო ფირმებს და ესე ვთქვათ ადამიანებს, რომ გახსნან ტელევიზიები და შესაბამისად კონკურენციამ გაუწიოს მუსიკოსებში, ესე ვთქვათ კონკურენცია იყოს ერთმანეთში და არათუ ვთქვათ სახელმწიფო არხებზე ან რაღაც კონკრეტულ რომელღაც არხზე გამოაჩინონ მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი მომღერლებისა და ნაწილი მომღერლებისა საერთოდ მიავიწყდეს. ან კიდე ესე ვთქვათ მსახიობებისა ან თეატრებისა. მე სულ იმას ვამბობ, რომ პირველ რიგში ჩვენ გვაქვს მე ჩემი შეხედულებით ძალიან ძლიერი თეატრი გვაქვს, ქართული
თეატრი არის ძალიან ძლიერი თეატრი. პირველ რიგში ხელი უნდა შეუწყოთ თეატრის აყვავებას და თეატრში მიმდინარე მოვლენებს. თეატრს შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთება, საზოგადოების გაჯანსაღება, საზოგადოების ნორმალური, ესე ვთქვათ, წყობში, ანუ ნორმალური მოსაზრებების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს თეატრში ის სპექტაკლი, რომელიც რაღაცას გვასწავლის, ხო, რაღაცნაირად საზოგადოების კულტურას ზევიცავს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ თეატრს უნდა მიექცეს ყურადღება, უნდა მიექცეს იმ ღვაწლმოსილ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ რაღაც პენსიის ამარა დატოვა ხელისუფლებამ, ხშირ შემთხვევაში არიან ძალიან მძიმე პირობებში, რომლებსაც ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ქვეყნის მიმართ. მე ვფიქრობ, თუმცა შეგაწყვეტინებ ზურა, იმიტომ რომ თეატრის მიმართულებით ეხა ის რასაც მართველი გუნდი აკეთებს რაღაც. კი ბატონო. ისიც რო არ დავინახოთ, არ შეიძლება, ხო? რამდენად ხარისხობრივად კარგი არის, რამდენად სწორად ვითარდება ეს. კიდე ცალკე თემა. ყურადღება ასე თუ ისე მიექცა, ხო? მე იმ ყურადღებას გულისხმობ, რომ იყოს ხელშეწყობა დიდი დაფინანსებით, ეს თეატრები გავიდნენ საზღვარგარეთ და რაც შეიძლება მეტი სპექტაკლი აჩვენოს, ესე ვთქვათ, მსოფლიოს და შესაბამისად კულტურის ნაწილში და სპორტის ნაწილში გააძლიეროს უფრო მეტი დაფინანსება, არათუ სამხედრო ნაწილში და არათუ რაღაცა შეიარაღებებში და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა გვყავდეს ჯარი შესაბამისი რაოდენობის, ძალიან გამოცდილი და ძალიან ისე ვთქვათ კონტრაქტორი ჯარისკაცები, მაგრამ ჩვენ უნდა გვყავდეს ასევე როგორც რიგითი ჯარისკაცები, კულტურის მოღვაწეები და სპორტის მოღვაწეები, რომლებიც მსოფლიოში გაიტანებენ თავის სახელს. მე ესე ვფიქრობ, რომ უფრო ამ ნაწილში უნდა იყოს გადანაწილებული სახელმწიფო ბიუჯეტი და არა ვთქვათ სამხედრო ან პოლიცია ან რაღაცა. და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი იყოს ნორმალური პირობები სასამართლოში და ის გადაწყვეტილებები არ მიიღებოდეს, რომელიც სასამართლოში დღეს ხდება. აი ეს არის ჩემი გასაგებია. კარგით, ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ, ამას არ დაგისვამთ როგორც მომღერალ ზურა ხაჩიძეს, რომელიც კონცერტებში იღებს მონაწილეობას, არამედ პარტიის მე-11 ნომერს, სიის მე-11 ნომერს და მაჟორიტარობის დეპუტატს. თქვენ ახსენეთ ჯგუფი მგზავრები. პარტია ამ ჯგუფს უხდის ფულს ამ კონცერტებში, ხარდამჭერ არ ვიცი, სიმართლე გითხრა. ჩვენ უჭერთ ხარს და ჩვენ ამაში ჰონორარს არ ვიღებ და მგზავრებთან დაკავშირებით მე როგორც პარტიის წევრმა არიცით? არ ვიცი ნამდვილად. იმიტომ რომ მე ესეთ თქვათ მე მაქვს დიდუბეში ჩემი თქვათ უბანი, სადაც დავდივარ შეხვედრებზე და ნაკლებად ვიღებ იმ გამონაწილეობას იმის გადაწყვეტილებებში, ვის თქვათ ჰონორარს იღებს თუ არ იღებს თუ ასე შემდეგ. ეს ჩემთვის. გასაგებია. კარგით, ალბათ ჩემი შეკითხვის არსი კარგად გესმით, იმედია, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა შოუ ბიზნესში მხარდაჭერის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის, მაგრამ განსხვავება ძალიან დიდი არის იმაში, რომ როდესაც იქ უჭერენ მხარს როგორც წესი, იქაური შოუ ბიზნესის წარმომადგენლები იმ პოლიტიკოსებზე ბევრად უფრო მდიდრები არიან და უანგაროდ აკეთებენ ხშირ შემთხვევაში იგივე ბიონსე, იგივე. ანუ თქვენც აი საქართველოს რო გადახედოთ, ეხლა თქვენ შემთხვევაში ჯერა თქვენი გულწრფელობის, მაგრამ რო გადახედოთ, სხვებს ყველაზე ხوار დაიჯერებთ, რომ ყველა გულწრფელად აკეთებს და დავიჯერებთ. ხო, აი ამიტომ იყო. კარგი, კიდევ ერთი თუ შეიძლება დაკონკრეტება მინდა, გათვლილი არის თუ არა ის საბიუჯეტო ხარჯები, რაც ამ მიმართულებით იქნება. თუმცა აი მე უკვე მანიშნებ, რომ ჩვენი ხო, შეკითხვის დასმის უბრალოდ პასუხის გაცემის დრო თითქმის აღარ გვექნება. რამოდენიმე წამი მოწოდება თქვენი რა იქნება თქვენი ამომრჩევლისთვის მოკლედ ძალიან მოკლედ ვიტყვი პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მაესტროს ხარდაჭერისთვის ყველა იმ ბრიფინგებზე და შენ ამ გადაცემაში რომ მომწვიე. მინდა გითხრათ რომ ძალიან პირდები ჩემს ამომრჩეველს მათთან ერთად ვიბრძოლო ხვალინდელი და უკეთესი მომავლისთვის. ის პროგრამა რომელიც ქრისტიან დემოკრატებს აქვს ამ შემთხვევაში წარდგენილი ფიქრობ არის რეალისტური და ძალიან კარგად მოერგება ჩვენი ქვეყნის მოდელს და ის დაპირებები რომელიც ჩემგან იქნება ის გვერდით დგომა და ის თანადგომა თუნდაც სასამართლო დონეზე თუ ყოფით პრობლემებზე მე გარანტიას ვაძლევ ჩემს ამომრჩეველს რომ ყოველთვის მათთან ერთად ვიბრძოლებ იმ პრობლემების დასამარცხებლად რომელიც კონკრეტულად დიდუბეშია ამ შემთხვევაში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. შეგახსენებთ ზურა ხაჩიძე იყო გადაცემის სტუმარი, რომელიც ჩართულია პოლიტიკურ ბრძოლაში მართველი გუნდის დასამარცხებლად.